ამერიკელი პროფესორის განცხადებით, შეერთებული შტატები 30 წელი მალავდა USAID-ის გეგმებს. ჯეფრი საქსი ამბობს, რომ სწორედ Deep State-ისა და შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მიერ 1994 წელს შემუშავებულმა გეგმამ მიიყვანა უკრაინა ომამდე. ომი უკრაინაში ეს არის შეერთებული შტატების მიერ 1994 წელს მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილების შედეგი. ეს იყო პროექტი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე და ეს არ იყო გაფართოების მხოლოდ პირველი ტალღა, რომელიც მოიცავდა უნგრეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას და სლოვაკეთს, არამედ ის მოიცავდა გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებამდე. გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რუსეთის გარემო, შავი ზღვის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანას საქართველოს. ეს გამაოგნებელი იყო. კლინტონმა ამას ხელი 1994 წელს მოაწერა. ეს გახდა ის, რასაც ჩვენ Deep State-ის პროექტს ვუწოდებთ. ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო პრეზიდენტი. ყოველი ახალი პრეზიდენტი ინფორმირებული იყო, რომ ნატო აღმოსავლეთით მოძრაობდა და ის იყო ამ პროცესის ნაწილი. კლინტონმა დაიწყო ეს 1994 წელს. 1990 წელს შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უთხრა პრეზიდენტ გორბაჩოვს, რომ ნატო 1 სანტიმეტრითაც არ გაიწევდა აღმოსავლეთისკენ. კლინტონმა და ამერიკულმა Deep State-მა ეს პროექტი 1994 წელს დაიწყეს. ასე გაგრძელდა 30 წელი და ყოველი პრეზიდენტი ამ საქმეში ერთვებოდა. ჯორჯ ბუში უმცროსის დროს ნატოს 10 ახალი წევრი შეუერთდა. 2007 წელს პუტინმა ამერიკას გაჩერებისკენ მოუწოდა. 2008 წელს კი ჯორჯ ბუში უმცროსმა ფსონი გააორმაგა და განაცხადა, რომ ახლა უკრაინასა და საქართველოსკენ მიიწევდა. ამიტომაც დაიწყო ომი, მაგრამ უკრაინას ჰქონდა ერთი კოზირი, როცა 2010 წელს აირჩიეს პრეზიდენტი, რომელსაც არ სურდა ნატოში გაწევრიანება, მოსახლეობასაც არ სურდა ნატოს წევრობა. რატომ? იმიტომ რომ იცოდნენ ეს ძალიან საშიში იყო. ამერიკელებს არ უყვართ ნეიტრალიტეტი, მაგრამ იანუკოვიჩმა სადა ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა და შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ წარუმატებელი თამაში წამოიწყო, როცა 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის ხელისუფლება ძალისმიერი გზით დაამხეს. ამით დაიწყო ომი. გუშინდლამდე ამაზე არც ერთი პრეზიდენტი არ ლაპარაკობდა.